ბერი იოსებ ათონელი, მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა, წერილი 29. სოლომონ ბრძენი ამბობს, შიში უფლისა დასაბამის სიბრძნისა და მამები ეთანხმებიან. მეც გეუბნებით, ნეტარი და სამგზის ნეტარია კაცი, რომელსა ეშინის უფლისა. ამ შიშისგან ჩდება ნდობა ღვთისადმი და ადამიანს მთელი არსებით სწამს, რომ რადგან მთლიანად ღმერთს მიუძღვნა თავი, ღმერთით სავსებით ზრუნავს მასზე და საჭმლისა და თავშესაფრის გარდა, რომელზე საფიქრალადაც ისევ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი არ აქვს. არამედ უფლის ნების მიმდევარი მთელი უბრალოებით ემორჩილება მას. მაშ ასე, როდესაც ეს რწმენა დამკვიდრდება, სრულიად უსარგებლო გახდება ცოდნა, რომელსაც ეჭვი შეაქვს ყველაფერში, ასუსტებს და ხშირად საერთოდ ართმევს ადამიანს რწმენას. რადგან ცოდნას, ვინაიდან ჩვენ მასზე ვართ აღზრდილი, ბუნების ძალა აქვს. მაგრამ როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა გარდაიქმნება და შობს, ან უფრო სწორად, მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას კი არ უპირისპირდება, არამედ მისი ფრთებით ფრინავს და საიდუმლოთა სიღრმეებს იკვლევს. და ამის შემდეგ ისინი რწმენა და ცოდნა, ცოდნა და რწმენა, განუყრელი დები ხდებიან. მაშ მოდით ჩვენ, ვინც თავი ღმერთს მიუძღვენით, გამოვცადოთ საკუთარი თავი. გვაქვს თუ არა ასეთი რწმენა, თუ ცოდნა ბატონობს. და თუ კი რწმენის მიმღები ყველაფერს ღმერთს მიანდობ, მაშინ აუცილებლად, უეჭველად ღმერთს შენ შემწედ გაიხდი. ამიტომ თუნდაც 1000-ჯერ გამოიცადო და სატანამ ცდუნება დაგიწყოს რწმენის შესასუსტებლად, შენ 1000 გზის სიკვდილი აირჩიე და ცოდნას არ დაუჯერო. ამით საიდუმლოების კარი გაიღება და გაგიკვირდება, რომ ადრე ცოდნის ბორკილებით იყავი შებოჭილი. ახლა კი მიწიდან ამაღლებული, ღვთაებრივი ფრთებით დაფრინო და თავისუფლების ხვაგვარ ჰაერს სუნთქავ, რასაც სხვები მოკლებულნი არიან. თუ ხედავ, რომ ცოდნას ზეობს და უმნიშვნელო საფრთხის დროსაც კი იბნევი და სასოწარკვეთილება მოგიცავს, იცოდე, ჯერ არ შეგიძენია რწმენა. და ამდენად ჯერ კიდევ არ ამყარებ ღმერთზე მთელ იმედს, რომ მას შეუძლია შენი ხსნა ყოველგვარი ბოროტებისგან. ამიტომ, როგორც ვამბობთ, შეეცადე გამოსწორდე, რომ არ მოაკლდე ამ უდიდეს სიკეთეს. და მომისმინე, რას გეტყვი. ერთხელ ჩვენთან შვეიცარიაში მცხოვრები დიდი ხნის წინ აკვეცილი ბერი მოვიდა, რადგან 3 სერიოზული საშინელი და ამასთან უკურნებელი სენით იყო დაავადებული. ის მდიდარი იყო და უამრავი ფული დახარჯა წამლებში. ვინაიდან ვიღაცამ ჩემთან მოსვლა ურჩია, მან თავისი გულის სიტყვა გამანდო. ძალიან შემეცოდა. უთხარი, რომ მაშინვე მორჩება, როგორც კი ირწმუნებს, რომ ღმერთს შეუძლია მისი განკურნება. საბოლოოდ, თუ კი მის დასარწმუნებლად ჩემი ტანჯვის მთელ ისტორიას აღწევ, 4 ფურცელი დამჭირდება. ვინაიდან ის არც თავს მანებებდა და არც დაჯერება სურდა, სანამ ღმერთი შეეწია და გაიგონა ხმა. რატომ არ შეისმენ, რომ გამოჯანმრთელდე? და ის გადარჩა. მე უთხარი ეჭამა ის, რაზედაც ამბობდა, რომ თუ შეჭამდა მოკვდებოდა. მოვთხოვე მთელი სასუება ღმერთზე დაემყარებინა და ცოდნის დატევებით რწმენას მინდობოდა. და დღეში 10 ჯერ ჭამის ნაცვლად, როგორც ისაკეთებდა, ერთხელ ეჭამა. ღმერთისთვის მხოლოდ 3 დღე იყო საკმარისი მის გამოსასწრებლად. მე კი გულმოდგინედ ლოცულობდი მისთვის. ღამით სიზმარში 2 საშინელი ფრინველი ვნახე, რომლებმაც შესაჭმელად შეიპყრეს ის. წელზე კი მაგრად ეხვეოდა გველი და ის ველური ხმით მეძახდა საშველად. მაშინ შევებრძოლე ამ მურჩხულებს, დავხოცე ისენი და გამეღვიძა. მაშ ასე ის მოდის და მეუბნება, მე სრულიად განმიკურნე, თითქოს თავიდან დავიბადე. და მართლაც, მას ჩვილივით ჯანმრთელი გაუხდა სხეული. ჩემი რჩევით, წამლები და ნემსების 2/5 კლდიდან გადაყარა. ამის შემდეგ ჯანსაღი ცხოვრება დაიწყო და დღეში ერთხელ ჭამდა. ამრიგად, ხედავთ, რას აკეთებს რწმენა? არ იფიქროთ, რომ ეს მე გავაკეთე. არა, ასეთი მდგომარეობისთვის მე არ მიმიღწევია. ეს რწმენა, რომელსაც აქვს ამის ძალა. კიდევ მომისმინეთ. ერთმა მონაზონმა მომწერა, რომ ძალიან წვალობს და თუ ოპერაციას არ გაიკეთებს, მოკვდება. პასუხობს სრულიად საპირისპიროს. ის ისევ მწერს, რომ ექიმის თქმით, თუ ოპერაციას არ გაიკეთებს,
რამდენიმე დღეში ორგანო გაიხვრიტება და მოკვდება. ვუმეორებ, რწმენა იქონიე, ყველაფერი ღმერთს მიანდე და სიკვდილი არჩიე. ის მიგზავნის პასუხს რომ გამობრუნდა. ხედავთ, 1000-ჯერ გამოვცადე ეს. როცა სიკვდილზე ფიქრობ და ყოველ წამს მას მოელი, ის შორს გაგირგვის, ხოლო როდესაც მისი გეშინია სულ თან გდევს. მე 3 ტუბერკულიოზით დაავადებული დავასაფლავე იმ იმედით, რომ მეც გადამედებოდა. ჩავიცვი ტანსაცმელი, რომელიც მიცვალებულს გავხატე, მაგრამ სიკვდილი მის მოშიშებთან გამექცა. მთელი ცხოვრება ავად ვარ და არასოდეს მიმკურნალია. ჯიუტად ვჭამ აკრძალოს და სად არის სიკვდილი? ამას იმიტომ გწერთ, რომ სრულყოფილება გიყვართ. ვინაიდან ერისკაცები არ ცოდავენ, როცა ცოდნით მოქმედებენ, რადგან სხვა გზას არ ეძებენ. ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენ არც ავად ხვდებით და არც გვდებით. ამრიგად შორს ჩვენგან მცირედ მორწმუნეობა. და როცა თავიდანვე შევიცნობ, რომ ღმერთია ყოველგვარი სიკეთის შემოქმედი, მამა, გამგებელი და ჩვენი მფარველი, მაშინ უნდა ვირწმუნოთ ის მთელი სულითა და გულით და მხოლოდ მისი იმედი გქონდეს. შემდეგ კი, როცა ჩვენს თავზე გამოვსდით მის წყალობას, შევიყვარებთ მას. და როდესაც ღმერთს როგორც შემოქმედს მთელი გულით შევიყვარებთ, მაშინ მოყვასით საკუთარი თავივით შევიყვარდება, რადგან გვეცოდინება, რომ ჩვენ ყველანი ბუნებით ადამის მიერი, ხოლო მადლით ქრისტეს მიერი ძმები ვართ. ამიტომ სულიერმა ადამიანმა, რა კი ღმერთს მიუძღვნა თავი, უნდა აღიაროს სულის და არა სხეულის ნათესაობა, რადგანაც სხეული, ქმარი და ცოლი მოდგმის გასაგრძელებლად არსებობენ. ჩვენ კი ამაზე უარი ვთქვით და უფრო ვამაღლდით. ასე რომ, რადგან სულიერები ვართ, სულიერადაც უნდა ვხედავდეთ. არ არსებობს მამაკაცის ან დედაკაცის, ახალგაზრდის ან მოხუცის სული, არამედ ყველაზე ქრისტეს მადლის უფევს. ამიტომ გთხოვთ, საშუალება მიეცით თქვენს გონებას, თავისუფლად განჭვრიტოს ჩემს სიტყვებში დაფარული უდიდესი საიდუმლო. რადგან მადლის ქვეშ ვართ, საზღვრებში ნუ მოაქცევთ გონებას, რომ მან წმინდა სიყვარული იგემოს და ერთი ღმერთის, ჩვენი სახიერი მამის ჭვრეტამდე ამაღლდეს. რადგანაც ჩვენ ყველანი ძმები ვართ, ღვთის სუნთქვა, ღვთიური შთაბერვა და ცხოვეს ყოფილი მამა ჩვენ შორისაა, ყველა ჩვენი საქმე, მოძრაობა და აზრი აშკარაა მისი სამსჯავროსთვის და ხილულია მისი მზერისთვის. ვიდრე გაინძრევი ან რაიმე კეთილს თუ ბოროტს გაიფიქრებ, მაშინვე სუნთქვა, სული, როგორც ღვთიური შთაბერვა, ღმერთში ატყობინებს. მოასწარი გააზრება, რას გააკეთებ და შემდეგ გაამოქმედე სულიან სხეული. ახლა წინასწარმეტყველის სიტყვებს ჩაუგვირდი. წინასწარ ვხედევ უფალსა, წინაშე ჩემს სამარადის. მაშ ასე, განა ყოველთვის ღიაა შენი სულის თვალი. თუ გონია, რომ რადგან ვერ ხედავ ღმერთს შენს გვერდით, ვერც ის გხედავს. ან რადგანაც შენი გონება დახშულია, თვლი, რომ შეგიძლია ღვთისგან დაფარულად აკეთო რამე. მაგრამ ის გხედავს, დარდობს და მხედველობაში არ იღებს შენს უძლურებებს. კიცხავს შენს მცირედ მორწმუნეობასა და გონების დაბნელებას. განა არ იცი, რომ ყოველთვის ყოველგვარი საჭიროებისას იესოა მომნიჭებელი? ანუ აძლევს შიერს საჭმელს, წურვალს წყალს, ავატყობს ჯანმრთელობას, შიშველს სამოსებს, მგალობელს ხმას, მლოცველს უწყებას, ყველას ყველაფერს ხსნისთვის. დამიჯერე შვილო, რომ რაც უნდა გჭირდეს, ყველაფერში ქრისტეა სულისა და სხეულის საუკეთესო მკურნალი. საკმარისია გქონდეს სრული თავის უარყოფა, სრულყოფილი სარწმუნოება და უყოყმანოდ ვენდებოდეთ მას. რატომ გადავიწუროთ იმედი, თუ კი ჩვენი ტკბილი იესო ასეთი კეთილი, მოწყალე და სახიერია? მცირეს ვთხოვთ, ის კი ბევრს გვაძლევს. სინათლის ერთ სხივს ვთხოვთ, ის მთლიანად თავის თავს, სრულ სინათლეს, ჭეშმარიტებას, სიყვარულს გვიბოძებს. ასე რომ, დამდაბლი და მთელი შენი სასუება მასე დაამყარე. დამიჯერე, რადგან სიმართლეს გეუბნები, მას შემდეგ რაც მონაზონი ვარ, რამდენჯერაც ავად გამხდარა სრულებით არ მიზრუნია თავზე. არც არავისთვის მიმიცია უფლება ჩემი სხეულის ჯანმრთელობისთვის ეზრონა, არამედ თელს სასუებას უსასყიდლო მკურნალზე ვამყარებდი. თავიდან ისეთი განსასწრელი მომეცა, რომ მთელი ზურგი დიდი, ლიმონის ზომის ძირმაგარებით დამეფარა. ხესავით გავშეშდი, მოხრა აღარ შემეძლო. ტანჯვა წამებას ისე ვებრძოდი, რომ არც მაისურს და არც სხვა ტანსაცმელს არ ვიცვლიდი. პირიქით,
ზურგზე ერთი თოფრა მოვიგდე და მთელი წმინდა მთა მოვიარე, სანამ ყველა ძირმაგარა არ გასკდა და იქიდან გამონადენით ფეხებამდე დავსვედი. როგორც გითხარი, საშინელი მოთმინებით ვიბრძოდი. შიდა თეთრეული არ გამოვიცვალე და ის თითის სისქე გახდა გამონადენი სითხისგან. ჭრილობების ღრმულებში კი თითი ეტეოდა. მაგრამ მე არაფერი დამემართა და დღემდე დიდი სიხარულით ვიღებ ნებისმიერ სნეულებას. იქნებ მან საუკუნო წილი მომიტანოს და უფალი იესოსთან აღმოჩნდე. მაგრამ ჯერ არ დამდგარა დრო, ყოველ შემთხვევაში მალე დადგება. სიკვდილი, რომელიც მრავალთათვის უდიდესი და საშინელია, ჩემთვის მხოლოდ დასვენებაა. უტკბესი რამ, რომელიც როგორც კი მოვა, ამ სოფლიური მწუხარებისგან გამანთავისუფლებს. მე მას წუთი-წუთზე მოველი, ის ჭეშმარიტად უდიდესია. მაგრამ ძალიან დიდია დღევანდელი მსოფლიოს ყველა სიმძიმის საკუთარ თავზე აღების ღვაწლი, როდესაც თითოეული სხვისგან მოითხოვს ცნებების დაცვას. ასეთია ჩვენი დრო, ამიტომ აუცილებელია ესეთი მოთმინება, რომ თუნდაც მოკვდე ფეხზე იდგე. ამდენად გამხნევდი და ეგ გაძლიერდეს შენი სული ყოველგვარ განსასწელში, რაც უნდა შეგემთხვეს. ამისა და საერთოდ ყველაფრის გამო გვამად გადავიქეცი. ღმერთს ვთხოვ წამიყვანოს, რომ დავისვენო. გევედრებით სიყვარულით ილოცეთ ჩემთვის, რადგან უამრავი სული ითხოვს ჩემს შემწეობას. და მერწმუნეთ, ყოველი სულისთვის, რომელსაც ვეხმარები, მის ბრძოლას გავდივარ. ისევ გწერთ ამას, რათა შემართება მოგეცეთ და არ შეგეშინდეთ ცნეულებების, ბოლო დღემდეც რომ ევნებოდეთ. რაღა გადარდებს თუ კი ღმერთი მუდამ გვერდითაა. მის მიერ ცხოველ ვარდს დავიქცევით. ის თავის წიაღში გვატარებს. ღვთით ვსუნთქავთ, ღმერთი გვმოსავს. ღმერთს შევიგრძნობთ, ღმერთს ვიგემებთ საიდუმლოში. საითაც მიბრუნდები, საითაც გაიხედავ ყველგან ღმერთია. ზეცაში, მიწაზე, გუბსკრულში, ხეებში, ქვებში, შენს გონებაში, შენს გულში. მაშ ასე, განა ის ვერ ხედავს, რომ წვალოდ დაიტანჯები? უთხარი მას შენი წუხილიდან ნუგეშს მიიღებ კურნებას, რომელიც არა მარტო სხეულს, არამედ უფრო მეტად, შენი სულის ვნებებს განკურნავს. წერ, რომ ჯერ კიდევ ძველი კაცის თანაზიარი ხარ. მე კი გეუბნები, რომ შენში ახალი ადამის წვეთიც არა. მთლიანად ძველი ხარ და როდესაც შენში ახალი ადამი დაიწყებს შექმნას, თუ ცოცხალი ვიქნები, თავად მოგწერ ახალი ადამიანის განვითარების შესახებ.